მოგესალმებით, დღევანდელი კონსილიუმის სტუმრები არიან ბატონები დავით მაღრაძე და ზაზა შათილიშვილი. ფილოლოგები ამავე დროს დათო მაღრაძე არის პოეტი, რასაკვირველია და ზაზა შათილიშვილი ფილოსოფოსი. ჩვენ ვართ შეკრებილები იმ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართა დღეს თბილისში და ქუთაისში, იმ გრანდიოზულ აქციასთან და ჩვენ ეს არის ალბათ უმნიშვნელოვანესი მოვლენა ბოლო დროის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე დავით მე მინდა შეთან ესეთი კითხვით დავიწყო, ესე ვთქვათ, ჯერ შევამზადოთ ეს ვითარება, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს გზავდებოდა ფოთში ტაძრის გახსნაზე, ესე ვთქვათ, ეს ახალი მოვლენა, ესე ვთქვათ, ასეთი ტიპის ტაძრების გახსნა კურთხევა არ არის, მაგრამ გახსნა არის. და მან განაცხადა, რომ გუშინ დაიმსხვრა მითი იმის შესახებ, თითქოს ნაციონალურ მოძრაობას დედაქალაქში სერიოზული დასაყრდენი არ აქვს და იმ სტადიონზე ჰქონდაო, ესე იგი, სრულიად გრანდიოზული, ასე ვთქვათ, შეკრებაო. ახლა ჩვენ შეგვიძლია კადრებით ვნახოთ, როგორი შეკრება იყო და როგორ აფასებთ ეს ამ გრანდიოზულ შეკრებას გუშინ დღეს. ვნახოთ და მე შევაფასოთ. კადრებით შეგვიძლია გავუშვებენ კადრებს, თან შევხედავთ და თან ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ კიდეც. აი, ნახეთ აი როგორი მართლაც პრინციპში. ხო, აი თქვათ აი ხედავთ ახლა ჩვენ გრანდიოზულობა ნამდვილად არის. სტადიონი გრანდიოზულია. სტადიონი თვითონ თავისთავად არის გრანდიოზული. და ვინც არ არის გარკვეული აზრით ეს ცარიელი ადგილებიც ხო შინაარსობრივად შევსებულია. ახლა ჩვენ სერიოზულად მივუდგებთ, ახლა მე ვფიქრობ, რომ ნახევარი ჩვენი დინამო სტადიონი დიდია, ნახევარი სტადიონი არ არის ხა სახუბანო თემა. და ცოტა ამ პატარა ქვეყნისთვის ნახევარი სტადიონი მოსაკვირული არ არის. მთელი ადმინისტრაციული რესურსი მობილიზებულია, მთელი სპეცრაზმის სკოლა, საბავშვო ბაღები, როგორი აქტიურები არიან. ეს რატომ არის ეს კამები, იცით, ცარიელი? აი ეს პარისულები რო უჭერდნენ ხარს, სასაფლაოები ხო ერთხმად უჭერენ მიხეილ სააკაშვილს ხარს, აი მაგალითად კუკია, მუხადგვერდია, სულ ხარდაჭერაა და შეიძლება ეს მათი კამებია და ჩვენ ვერ ხედავთ. თუ დააკვირდით, უფრო მეტი ტრანსპარენტებიც არის, ეგ მუხადგვერდიელები თქვენთან ავართ. უბრალოდ ყველას არ შეუძლია ამის დანახვა. ოღონ ერთია რომ იქ მეტი ანუ ბევრი ვინმე არის დაუნახავი. ისე ვგეუბნებით რომ იქ ადამიანები მეტი იყვნენ, მაგრამ პრეზიდენტმა რომ გამოსვლა დაიწყოთ, ხალხმა უბრალოდ წასვლა დაიწყო, თორემ მანამდე უფრო მეტი იყო. უბრალოდ აი რაღაცნაირად ესეთი დამთხოვა მოხდა, რომ ბუნებრივია. ვერ მიუხვდნენ რას ლაპარაკობდა. ვერ მიუხვდნენ, იმიტომ რომ სრული შემადგენლობა, მთელი სტადიონი ფილოლოგი ხო არ დაეტევა სტადიონს. უფრო სწორედ. არა, მაგ მეორე მომენტია. ამდენი ფილოლოგი სად არის? როდესაც პრეზიდენტი იწყებს ლაპარაკს აბსოლუტურ ჭეშმარიტებებზე, ადამიანური ბუნება ამას ვერ უძლებს. აი ბატონო ასეკო, თქვენ ფილოლოგი ბრძანდებით და რუსთველოლოგი და შევახსენებთ, რომ აი კაცსა უკრავად დასცემდეს ხმატარიელის ხაფისაო. ხო, აქ რაზეა ლაპარაკი? აი ბუდას შესახებ ძველი ტექსტები გვეუბნებიან, რომ ბუდას დუმილი იყო მჭექარე დუმილიო. კარგი, ეხლა მე ის მისტიკური ჭეშმარიტება რაოდენობებზე ყველა მას აუგრო ისევ და ჩვენ თქვათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამ ჩვენ თბილისს დაუბრუნდებით. ფოთის შემდეგ ჩვენ ამდენადაც ხვდებით პრეზიდენტი გადაბრძანდა ოზურგეთში უკვე და ოზურგეთში უკვე ესეთი რაღაცა ბრძანა. გადაბრძანდა თუ გადასვენდა, აი ტერმინოლოგია შევარჩიო. მათთვის, ვინც ხალხის რაოდენობას ითulis და ვინც წარმოიდგინა, რომ საქართველოს მომავლის დამცველები დააშინა, გადახედოს ამ მოედანს და ნახოს, რომ მათზე ბევრად მეტი ვართ. ეს განაცხადა მოედანს უნდა გადავხედოთ. ოზურგეთში ბრძანა, ის ოზურგეთში არის მოედანი. ახლა მე ჩვენთან არის, ჩვენ შეგვიძლია რომ ჩავთოთ ნატო ბოგელია, გურიანიუსის ჟურნალისტი, რომელიც ფილოლოგია ხალბატონი ნატო? არ ვიცი. ფილოლოგიიდან გათანაბრებული პერიოდთან ახლოს დგას. შეუძლია რომ შეუძლია კომენტარი გაიგოს, თქვათ როგორ იყო, თუ მზად არის, თუ არა პროდიუსერს ვაცნობ, თუ მზად არის. ხო, ნუ რამოდენიმე წუთში მზად იქნება, მაშინ ნატო გეგელია მოგუყვება რა მოხდა ოზურგეთში, მაგრამ ოზურგეთის ერთ საინტერესო რამის გეტყვით კიდევ. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, ახლა ბატონო, თქვენს იგივე ხარ და თქვენს მაინც და მაინც უთქვიათ ხომ რა ხარ შემჩნეული პრეზიდენტის სიყვარულში. მე სიყვარულს იმიტომ ვსვამ ხას, რომ თვითონ პრეზიდენტი ახსენებს ამას და ამბობს ესეთ რამეს. თქვენზე ამბობს და თქვენზე ბატონო. მაგრამ პრეზიდენტს მაინც უყვარვართ, იმიტომ რომ ძიცულოვნება სწორედ ეს არის. მართალია ჩვენ არ გვიყვარს, მაგრამ მას მაინც უყვარვართ. ეს არაერთხელ დამეტო გვაცოდულებს უთისოფელი. ვიცი რატომ არ უყვარვარ ძველი ელიტის წარმომადგენლებს. იმიტომ რომ ჩვენ მათ ჩამოვარდით ახალ ელიტას. არა, იმიტომ რომ ჩვენ მათ ჩამოვარდით პრივილეგიები. ყველას კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ პატიმრებს. ძველი ელიტის ხალხი. ეს ადრე წარსული. ისინი ნებისმიერ საბაბს გამოიყენებენ, რომ ეს თავრობა მოაშორო. არ უყვარვართ, იმიტომ რომ ჩვენ მათი ძალაუფლება გადაუნაწილეთ ხალხს
და არ მიცეთ საშუალება რომ წაგართვათ. ანუ აი ხლა ამას რა კომენტარი გექთებათ თქვენ? მე ერთადერთი კომენტარი მინდა იმაზე გავაკეთო. მე არ მინდა რომ თქვენი კითხვა დავუპასუხოთ, რომელიც თავში დამისვით, იმიტომ რომ მე ეს თქვენგან გამიკვირდა, იმიტომ რომ ფილოლოგს არ უნდა ეთქვა, ალბათ ესეთი შეკითხვა არ უნდა დაესვა, ჩემთვის ტაძარი მართალია არ არის კურთხევაჯერ, არ არის ნაკურთხი, მაგრამ მაინც გახსნა. მას აქვს ამისი შესაძლებლობები. მან ეს შესაძლებლობები აიღო მაშინ, როდესაც პატრიარქის სავარძელში ჩაეთხლიშა, ენერგია აკრიფა ამ დროს პატრიარქის სავარძლიდან და ეხლა აკურთხებს თვითონ რა პრობლემაა. მეტიც ვისაც ინტერნეტთან აქვს საშუალება მივიდეს მე ეს კადრები უბრალოდ ყველაფერს ასე ვეღარ ვასწრებთ ესე კალეიდოსკოპის სისტემით მოძრაობს პრეზიდენტი და ძალიან საინტერესოს ნახავს მე და თუ ნახეთ ეს გადაცემის წინ როცა ეს ეკლესიას ხსნის ამავე დროს უკლავენ ახალ საგალობელს მიშა მაგარია მე ესე იგი ზოგჯერ ხურო ზოგჯერ არა მე უჩევ რომ გაცემა ბაზარსო მაგარი ეს სერიოზული შეცდომა ყველას მოეჩვენა რომ იქ მღერიან მიშა მაგარია სინამდვილეში მღერიან ახალ საგალობელს ეს არის მიშა მაღალია ამაღლდა ეს ახლა ჩვენ რეალურად მოხდა ამაღლება და სად მოხდა ამაღლება შევახსენებ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს ჩვენს წინა ჰერმენევტულ გადაცემას როდესაც ლაპარაკი იყო ღრუბელ ფრენაზე ამაღლდა ღრუბელში ანუ ფაქტობრივად დღეს მიხეილ სააკაშვილმა სამუდამოდ დატოვა მიწიერი საქართველოს და ის ამაღლდა ზეციერ საქართველოში ხო მიშა მაგარია საგალობელი ფაქტობრივად ოსანა მიშა მაგარია შევიდა ეკლესიაში ეს არის აი როგორც არსებობს რელიგია მარადონიზმი არსებობს მიშიზმი როგორც რელიგია და არა როგორც მიმდინარეობა მიწიერი ოზურგეთთან გვერდობა ნატო გეგელი ახლა არის საშუალება და ჩვენ მოგვიყვება ნატო აბა ესე იგი გთხოვთ რომ რა ხდებოდა ოზურგეთში ჩვენ ახლა ამ წუთში ვეღარ ვასწრებთ რომ ოზურგეთის კადრები გაუშვათ მოგესალმებით ვასიკო დღეს ოზურგეთში მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად დაახლოებით 2500 ადამიანი იყო მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობა ადამიანებს იყვნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან გურიანიუსმა ჯერ კიდევ დილით გავრცელა კადრები როგორ მოყავდა სოფლის წვუნებულს ადამიანები თუმცა იყვნენ ის კატეგორია რომლებიც მართლაც თავისი სურვილით მოდიოდნენ და ამას ხმამაღლა ამბობდნენ ზოგს უნდოდა პრეზიდენტთან შეხვედრა ზოგს წერილების გადაცემა ეს შეხვედრა მედიისთვის იყო დახურული და მედია არ მიუშვეს ახლა სადაც გამოსვლა მიმდინარეობდა პრეზიდენტის და მაჟორიტარი კანდიდატის თუმცა იყო ისეთი შემთხვევები როდესაც რაღაც წამოძახილები ისმოდა პუბლიკიდან მათ შორის რუსთაველის პირდაპირ ეთერშიც გადაიცა კადრი სადაც ქალბატონი უძახის პრეზიდენტს მიშა შენი დრო დამთავრებულია ამის პარალელურად ხდებოდა ის რომ გურულების ნაწილი იყო აქციაზე წასული ოზურგეთში უკაცრავად ქუთაისში და მათი რაოდენობა იყო საკმაოდ ბევრი და პრინციპში დღეს კოლონებმა რომელიც ქართული ოცნებას წარმოადგენდნენ ქუთაისისკენ მიმავალ გზაზე საცობებიც კი შექმნა და თვითონ პრეზიდენტი ძირითადად დასუსავდა საუბარში ხას პრეზიდენტის საუბარი იყო მომავალ სიკეთეებზე, ანუ რასაც გააკეთებს ხელისუფლება ისევ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რას ისევ დაპირებები გურულებს, მეტისარგებელით, რა თქმა უნდა, როგორც ხდება ხოლმე. შეხვედრა გაგრძელა დაახლოებით 15 წუთი დიდხანს არ გაგრძელებულა და ამის შემდეგ როგორც პრეზიდენტი ფოთში გაემგზავრა. და როგორც გითხარით მედიისთვის ეს შეხვედრა იყო დახურული პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა პრეზიდენტის შეხვედრა და სავარაუდოდ ამის გამო თუმცა ჩვენ ვცდილობდით რომ ეს ყველაფერი გადაგვიმოწმებინა პრეზიდენტის პრესამსახურთან მათ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს და რაც ყველაზე საინტერესოა ვასიკო დილიდანვე გურიანიუსის ოზურგეთის ოფისში გათიშეს ინტერნეტი ჩვენ ძალიან ბევრი კადრის ატვირთვა ვებგვერდზე ვერ შევძელით სწორედ ამის გამო ჩვენთვის უცნობია რამ გამოიწვია ინტერნეტის გათიშვა როგორც გვითხრეს ნეტი ატარებს რემონტს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და ესე დღე ძალიან ფორს მაჟორში მოუწია გურიანიუს მუშაობა არც ის ვიცით როდის ჩაერთვება და კადრები რომლებიც ჩვენ გავს როდის შევძლებთ რომ ნორმალურად და სრულად ავტვირთოთ ვებზე და ერთი კიდევ მინდა მე დავაზუსტოთ ნატო თქვენ ძალეთ რომ იყო 2000-2500 ადამიანი პრეზიდენტი მინდა რომ უბრალოდ კარგად ესე ვთქვათ კიდევ ერთხელ დავგვიზუსტოთ ეს ამოვი და არ შეცდეთ იმიტომ რომ პრეზიდენტმა ბრძანა რომ გადახედოს ამოედანს ოზურგეთზე საუბრობდა და დარწმუნება რომ მე ესე ვთქვათ მაგაზე მათზე ბევრად მეტი ვარ თუ ეხლა მე ბევრი ნათესავი მყავს ოზურგეთში ვესაუბრე და ისინი თითქოს თქვენ ვერსიას ემხრობიან მაგრამ მე მინდა რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროთ თქვენ ეს მართლაც თუმცა მე ამავე დროს ძალიან დიდ პატივს ყველას და ვამბობ რომ 2000-2500 გურული ხურობა საქმე არ არის მართლაც
ნამდვილად არ არის მეთანხმები ხუმრობა საქმე ამ სიტუაციაში შეკრიბა 2500 ადამიანი თან ვერ გეტყვი ხა ზუსტი ციფრი ნამდვილად არ დამითვალა და არ დამგონი ვინმეს დაითვალა შესაძლებელი იყო მეტი ან შესაძლებელი იყო ნაკლები თუმცა იმ მოედანზე სადაც შეხვედრა გაიმართა ეს არის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია ნამდვილად არ ეტევა იმაზე მეტი ადამიანი ან იმაზე მეტი ციფრი ვერ არ შემიძლია გითხრათ ვიდრე ვთქვით იმიტომ რომ რეალურად არ ეტევა იქ ძალიან ბევრი ადამიანი და მახსოვს ზუსტად იქ გაიმართა ბერა ივანიშვილის კონცერტი და მაშინ ხელისუფლება ამბობდა რომ 600 ადამიანი იყო იმიტომ რომ მეტი არ ეტეოდა და რეალურად ნამდვილად იყო დღეს 2000 კაცზე მეტი პრინციპში იყო 2500-იც თუმცა როგორც გითხარით ის მათი მობილიზება მოახდინა ხელისუფლებამ უბრალოდ სოფლის წყუნებულებს ჰქონდათ დავალებული რომ ჩამოეყვანათ თუმცა იყვნენ ისეთები რომლებსაც ჰქონდათ სურვილი რომ თავისით მოსულიყვნენ იყვნენ ისეთები რომელსაც უშუალოდ პრეზიდენტთან უნდა შეხვედრას მაგრამ სამწუხაროდ როგორც წესი ვერ მოახერხეს მადლობ თათო და მე ესე იგი იყო იცი რომ ეს და ბევრი ტელემაყურებელი რჩება გურია ნიუსის ესე ვთქვა ძალიან დიდ პატივისცემლად ესე იგი ყოველთვის გურია ნიუსიდან არ გვაქვს ინფორმაციები ამომწურავი და როგორც ყოველთვის ზუსტი ძალიან დიდი მადლობა ну ჩვენ რეკლამაზე გავალთ უბრალოდ ну აი ვითარება ესეთია ის ინფორმაცია მივიღე და კიდევ ერთხელ ვთქვა თუ რასაკვირველია მე ვეთანხმები პრეზიდენტს რომ 2500 გურული ბევრი არ არის დავის ბევრი კი არ არის მართლაც არ არის ახუმარო და მართლაც ბევრია გურიისთვის ამავე დროს მე დიდი მოგზალებით მინდა ურჩიო პრეზიდენტის მრჩეველებს რომ მაინც და მაინც გური არ არის სოფლიოში ის ადგილი სადაც ესე იგი ტყუილები უნდა ილაპარაკო ესე იგი მაინც და მაინც ესე ადვილად არ გაგივა ეს მომენტი იმიტომ რომ ამას იხსოვებენ შემდეგ ესე იგი და ამას ეს ძალიან მალე დაბრუნდება და ნახავთ რატო არ უნდა ილაპარაკო ტყუილები გურიაში ამას ძალიან მალე დავწუნდებით რეკლამა და რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ გრძელდება კოსულიუ ჩვენი სტუმრები არიან ზაზა შეთრეშვილი და დავით მაღრაძე დათო თქვათ ახლა ჩვენ პირდაპირ გადავიდეთ ესე ვთქვა დღევანდელ დღეზე ჩვენ ყველას გვაქვს ყველა ქართულს გამოცდილება მათ შორის ჩვენ სამ დარბაზში ვსხდომებს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენ თითქმის ყველა მოვლენას ნახეთ ახლა მე გადაჭარბების გარეშე ვიტყვი და არ დავიწყოთ ახლა ჩვენ რამდენი ადამიანი იყო ეს იყო ბევრად ორჯერ და სამჯერ მეტი ადამიანი ვიდრე მე უდესმე მინახავს და წარმომიდგენი ამავე დროს რომ რაოდენობაზე დავუმთავროთ CNN-მა რომელიც ესე ვთქვათ თulis იქიდან აქედან კოსმოსიდან მიწისქვევიდან თქვა რომ იყო 100,000-ობით ადამიანი გამოსული დღეს უკვე გამოაქვეყნა კარგად ვიცით რომ 100,000 არ ნიშნავს 100,000 არც 200,000 ეს ნიშნავს უკვე 100,000-ობით როცა იხმარობენ ამ ფრაზას მათ იციან რა პოლიტიკური დატვირთვაც ქონდა რასაკვირველია მათ ასჯერ გაზომეს რასაკვირველია შეიძლებოდა რომ უფრო მათ ეთქვათ რომ 300,000-ზე ბევრად მეტი ალბათ ესეთი ვერსიებიც იყო რას ნიშნავს ახლა ამჯერად ეს რაოდენობა ჩვენ ხო რაოდენობაზე არა ვინმეს არ ვეჯიბრებით არა არავის არ ვეჯიბრებით შეჯიბრი დამთავრებულია დიდი ხნის წინ მე მინდა ვთქვა ყოველგვარი ახლა ფილოლოგიური კვლევისა და იუმორის გარეშე რომ ერთი დღით ადრე ვთქვი რომ ხვალ მეთქი სტადიონზე როცა აპირებდნენ ცოცხების პარტია რომ გაემართათ თავიანთი პარტიული კვლევა ვთქვი რომ ხვალ გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი ცოცხების პარტიის თქვენ ნახეთ ჩემთან ერთად და მე თქვენთან ერთად ვნახე რომ გაიმართა ეს პანაშვიდი გარდაცვლილი ცოცხების პარტია დაცარელებული ქუდზე კაცი ქონათ დაძახეული მთელი საქართველოს მასშტაბით მთელი ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებით ერთი სტადიონი ვერ გაავსეს სიმართლე ეს არის რაც შეეხება დღევანდელ დღეს მე მინდა მიულოცო ყველა ჩვენს მოქალაქეს მე მინდა ქართველ ხალხს მიუხედავად აი ამ ტანჯვაწამებისა აი ამ კვლელობებისა ამ გაზეთის მომწავლელი გაზებით ხუთვისა აი ამ რეპრესიების ფონზე შვილების დაჭერისა ნარკოტიკების ჩადებისა რომელიც წამებისა იმ შემზარავის საგანგაშოეს დანაშაული რომ მთელი კაცობრიობის წინაშე დანაშაული რომ ადამიანის უფლება კი ადამიანის წაშალეს ადამიანის ღირსება აი ამის ფონზე მოახერხავს ქართულმა ხალხმა არაჩვეულებრივი აი საუკუნეობრივი სიბრძნე ის შეგნება ის სიყვარული ის სიკეთე რომელიც ყოველთვის ამარცხებს აი რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია აი ეს ფორმულა იყო დღეს ყველგან აი ჰაერში ეს ფორმულა ეკიდა სიყვარულს უშენებია და ვულოცავ ქართულ ხალხს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ყველა აღსარებლობის ყველა ნაციონალური წარმოშობის მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს ეს იყო დიდი დღესასწაული და ამას დიდი დღესასწაული არ არსებობს როცა ტრობა რასაც ანგრევს სიყვარული აშენებს დათო იგივე იყო ქუთაისში და ამავე დროს ასეთი არ იყო მხოლოდ თბილისში და ეს იყო ეს ქუთაისია უკვე და ეს იყო მე ვფიქრობ დღეს მართლა ბრძანებ ეს იყო დიდი ეროვნული თანხმობის და დიდი ეროვნული ერთიანობის დღე და სრულიადაც არ ყოფილა საქართველოს ისეთი ბეჭავი როგორც ეს ვიღაცას ესე იგი წარმოედგინა ზაზა სად იყავი შენ და როგორ აფასებ შენ ამ
მასაც დღეს მოხდა. მე დღეს ვიყავი აქციაზე თბილისში და როდესაც აქცია დაიშალა დაახლოებით 5 საათზე ვიდექი ოპერის თეატრთან და უნდა წამოსულიყავი შენს გადაცემაში, იმიტომ რომ მანამდე ამერიკე და ეს ვიცოდი და დაახლოებით 1 საათის განმავლობაში დაშლილი აქციიდან ბრუნდებოდა ხალხი. ეს გრძელდებოდა 1 საათის განმავლობაში. მე ესეთი რაღაცა თბილისში 1988 წლის სექტემბრიდან არ ყოფილა მიტინგი თბილისში ან აქცია, რო არ ყოფილიყავი. მე ესეთი რაღაცა არ მინახავს. ვასკუ ბოდიში რა მოხდა იცით? ცოცხლზე ჩამოიმსხრა მთელი ეს პარტია რა. აი ცოცხლზე ჩამოიმსხრა. და დღეს ყველამ უკვე არ არსებობს არც დამკვირვებელი, არც დაუკვირვებელი კაციც კი ხედავს უკვე ამას, რომ ისინი დგანან სერიოზული პრობლემის წინაშე, რომ ბარიერს ვერ გადალახავენ. თელის ეს ცარიელი სტადიონზე მეტი ეს არის მათი რესურსი. დასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამის. ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ, უბრალოდ მინდა რომ ქალბატონი არის ხაზზე ქუთაისიდან, შეშობილი ჩაგვერთოს და რომელიც გვიამბობს რა ხდებოდა ქუთაისში, როგორი გაწყობა, როგორ მოვიდა ხალხი რა, ვითარება იყო და ასე შემდეგ. მოგესალმებით, ვასო მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, ქუთაისში დღეს იყო არაჩვეულებრივი განწყობა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანებს ღიმილი დაუბრუნდათ სახეზე. ეს შემართება, ის ერთობა, ის განწყობა, რომელიც მოდიოდა თითოეული მოქალაქის მხრიდან, ძალიან გადამდები იყო და ბუნებრივია ჩვენც ამ განწყობის ქვეშ ვიმყოფებით ახლა. და დაახლოებით რამდენი ადამიანი შეიძლება რომ ესე ვთქვათ, რამდენი ადამიანს გვეტყოდით, რამდენი ადამიანი იყო შეგროვილი? იცით, კონკრეტულად რაიმე ციფრის დასახელება ბუნებრივია გამიჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ არანაირი ტექნიკური შესაძლებლობა იმისი არ გვქონდა დაგვეთვალა რეალურად მოსული ადამიანების რაოდენობა, თუმცა ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედანს ასეთი ხალხმრავლობა არ ახსოვს ბოლო პერიოდში. უფრო მეტიც, ამ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გამართულ სხვადასხვა აქციებზე, რაც ქუთაისში მიმდინარეობდა, მათ შორის ქართული ოცნების მიერ 10 ივნის ქუთაისში გამართულ ასეთ შეხვედრაზეც ის რაოდენობა ადამიანების, რომელიც დღეს იყო მოსული, ბევრად აჭარბებს. აი, ნამდვილად ბევრად მეტი იყო მოსული ადამიანების რაოდენობა და მე პირადად გამახსენდა ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის დრო, როდესაც ის განწყობა იყო ძალიან გადამდები, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ჰქონდა. ია და ერთი შეკითხვა მაქვს, მე დღეს ვაკვირდებოდი საგანგებოდ და ამაზე ჩვენ აქ ვისაუბრებთ კიდევ შემდგომ გადაცემაში, რომ დღეს ძალიან მოვისაკლისე, კარგი გაგები, დღეს აღარ იყვნენ ის რაღაც გარკვეული ტიპაჟის ადამიანები, ადვილად რომ მიხვდები, რომელიც კამერებით იღებდნენ ადამიანებს და რაღაცნაირად ისე უყურებდნენ, როგორც ჩასაფრებულები. ეს თუ იგრძნობოდა ქუთაისში ეს კუდი, სოდი და რაღაცა ესეთი ტიპის ცალკეული შემთხვევები იყო, ბატონო ვასო, ჩვენ შევძელით რამდენიმე ასეთი ადამიანის უკვე ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების სახურავებიდან დაგვეფიქსირებინა, თუმცა ეს ადამიანები ბუნებრივია დღეს უკვე ისე აშკარად და ღია აღარ მონაწილეობდნენ ამ აქციებში. გარდა ამისა იყო რამდენიმე მცირე ზომის ინციდენტი, მაგრამ საბედნიეროდ ამათ რაღაც მასშტაბური სახე რო შეექმნა მოსახლეობას შორის დაპირისპირება, ასეთი ფორმები არ მიუღია. მაგალითად, თვითონ აქციის მსვლელობის დროს ცენტრალური მესხიშვილის თეატრის ტერიტორიაზე, სადაც მთავარი სცენა და ტრიბუნა იყო დამონტაჟებული, გაჩნდა ესეთი ბანერი, თქვენი ასეთი წარწერით. ჩვენი არჩევანი არის ქუთაისის საპარლამენტო ქალაქი, თქვენი არჩევანი არის კანონიერი ქურდები. მოგვიანებით უკვე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან რაღაც მსგავსი ტიპის აქციის ორგანიზება შეძლეს, მათ გამოიტანეს სიმბოლურად რაღაც კუპიურები სხვადასხვა ვალუტის და იმის დაწვით განადგურებით რაღაც თავისი პროტესტი დააფიქსირეს. და უფრო მეტიც, ვიდრე აქცია დაიშლებოდა და ცენტრალურ მოედანზე ჯერ კიდევ ბლომად იყო ხალხი შეკრებილი, ხუთიანი სიმბოლიკებით გაფორმებული მანქანა შემოვარდა ცენტრალურ მოედანზე, ეს დამცავი ჯებირები გაარღვია და სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაზიანდა. მიუხედავად ამ ინციდენტებისა, ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაც მასშტაბური სახე არ მიუღია.
ია ძალიან დიდი მადლობა ძალიან და ასევე გადაეცით ჩვენგან ჩვენი მილოსვა ქუთაისელებს და მთელ საქართველოს სასაკვირველია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ დღეს ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, თელავიც ყველა ერთი განცობით არის შემყრობილი და სხვა შეშ თქვენი იმედიანი და გასვისყლებული სახე არის დიდი ნუგეშის და დიდი იმედის მომტანი. იცით, კიდე ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს განწყობა, რომელიც ჩემს სახეზე აისახება, ეს იყო ძალიან გადამდები თითოეული იმ ადამიანისგან, ვის დღეს აქციაზე იყო, ისინი ამბობდნენ, რომ მზად არიან დაიბრუნონ სამართლიანობა, ისინი უკვე ნაკლებად შეშინებულები ჩანდნენ, უფრო იდენტიფიცირებას ახდენენ კამერებთანაც და ჟურნალისტებთანაც კონტაქტს აღარ გაურბოდა ეს ადამიანები და ძალიან ღიმილიანი. აი, ბოლო პერიოდში იშვიათად მახსენდება ადამიანებს ისეთი ღიმილი ქონოდათ სახეზე, როგორიც დღეს მე ვიხილე და ამიტომ ვარ ასეთი ბედნიერი. ძალიან დიდი მადლობა ია და არწმუნებული ვარ ჩვენ კიდევ უფრო დიდი ბედნიერება და უფრო დიდი სიხარული გველოდება წინ მართლაც მე მინდა შევერთ აი ამერი იმერიზე იმობს გამარჯვებას და ძალიან კარგია ეს ქართული ხალხის გამარჯვება თბილისი და ქუთაისი რომელ ბრიყვსაც არ უნდა უნდოდეს ესე იგი რაღაცნაირად რომ შემოიტანა ახლა ეს თემა რომ თითქოს ვიღაცა ქუთაისის მიმართ იყოს ესე განწყობილი და უკაცრავად ესე იგი იმას რო არ იცნობენ მე მგონი პარკეთს რო არ გადასილებენ ახლა გვიხსნიან რომ ვიღაცა ერთ ქუჩაზეა თითქოს გადატანილი ვიღაცა თითქოს ქუთაისის წინააღმდეგია ვიღაცა თელავის წინააღმდეგია და ამას უსმენთ ახლა ჩვენ მაგრამ მე მინდა თქვა დღეს იყო სწორედ რაც იამბძანა მე რუსთაველის ძეგლის ქვეშ ვიდექი მეგობრებთან ერთად კიბეებზე და უყურებდი და მოდიოდა ეს გაუთავებელი ტალღა ხალხის ეს იყო გაცისკრონებული სახეები გახარებული სახეები და გამარჯვებული ხალხი მოდიოდა და სხვა შორის სულ რაღაცნაირად მაგონდებოდა ეს მამაც გულში რო არის ფილმში რომ გამოვიდნენ მშიერიო ესეთი რაღაცა უბედური შოტლანდიელები და მოიპოვეს თავისუფლებაო და დღეს ჩვენ საქართველოს მოიპოვა თავისუფლება. ეხლა დანარჩენი უკვე არის რას ილაპარაკებს და როგორ ილაპარაკებს და ასე ვთქვათ უკვე არის წარსულში დარჩენილი ყველა. ეხლა ცოცხლად ჩამომსხვრეული პარტია რას ილაპარაკებს ვინმე საინტერესებს კიდე საქართველოს მართლა არა განა იმიტომ ვამბობ რომ რაღაცა თავს იქეზებ მაგრამ ესია აი ფაქტია დავინახეთ ხო ქუდზე კაცით ვერ გაავსეს, ვერ შეავსეს სტადიონი. ჩამონგრეული ნაფლეთები, ნაფოტები რაღაცის ისი ძალით მოყრილი, როგორც კი ლაპარაკი დაიწყო. ამ არც მინდა რა ვახსენო, წარსულის გადმონაშთმა და კანონიერმა ქურდმა, იმიტომ რომ ქურდები არიან ამ შემთხვევაში ამათზე უფრო გულწრფელი ხალხი, იმიტომ რომ ამბობენ რომ ჩვენ ვართ ქურდებიო. და არ ღვევენ კანონს და იხდიან სასჯელს და ესენი კანონის სახელით ქურდობენ. ესენი არიან კანონიერი ქურდები და ესენი არიან ქურდები. კანონიერი ქურდები გულისხმობ ცოცხების პარტიის იდეოლოგებს. გასაგებია. ერთი სიტყვით დავანებოთ ეხლა, იმიტომ რომ მართლა ჩვენ თუ გავიხსენებთ, თორე სხვას აღარ გაახსენდებიან ესენი არასდროს, გადაწყვიტა ეს ხალხმა და თავისი აი მართლა იმ სადღესასწაულო განწყობით და იმ გაცისკრონებული სახით და ღიმილით და კეთილშობილი გამომეტყველებებით რო გამოვიდა მთელი საქართველოს დღეს ორ ქალაქში თბილისსა და ქუთაისში მართლა ამ ორი ქალაქის სიმბოლოა რა მთელი საქართველოს ისტორიისა რა აი ეს ამ სულიერება მოიტანა ამ ორმა ქალაქმა როგორც ბაირაქტრებმა მთელი სულიერების თორე რა თქმა უნდა თელმა საქართველოს ერთად ეს ყველაფერი გამომზეურდა დღეს გადარჩა საქართველოს გაუძლო რა ღირსებით მოიტანა ამ ხალხმა ეს ყველაფერი მე მინდა გარდა იმისა რომ მეულოცო მადლობა მინდა უთხრა როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ ერთმა ქართველმა მთელი იმ სრული შემადგენლობით იმ ხალხს ვინც აი ამ ბედუკუღმართი რეპრესიების წამების ფონზე მოიტანა ღირსება და დღეს ამ ღირსებამ გაშალა ფრთა ამ ორ ქალაქში. ზაზა უკვე რეკლამის შემდეგ მინდა მიპასუხო, მაგრამ ახლა დაგისვამ შეკითხვას, ჩვენთან სულ აქტუალური იყო ხოლმე შეკითხვა, რომ რა სიტყვის დასავლეთი, რა სიტყვის დასავლეთი. აი ახლა ის რაც და დასავლეთში წყდება ყველაფერი, ვაშინგტონში წყდება ყველაფერი, მანამდე მოსკოვში წყდებოდა ყველაფერი, ბრიუსელში წყდება ყველაფერი. ახლა როგორ დგას დღევანდელი დღის შემდეგ ეს თემა. რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ ამ საკითხზე. კონსილიუმი ჩვენ კონსილიუმის წევრები არიან დღეს დავით მაღრაძე და ზაზა შათირიშვილი ზაზა მე რეკლამამდე კითხე ესე იგი სულ იდგა საქართველოში კითხვა საწყდება საქართველოს ბედი და მრავალმნიშვნელოვანი სახით ექსპერტები იყვნენ როგორც წყდება ეს ბრიუსელში, ვაშინგტონში, მოსკოვში, პეკინში და რა ვიცი ვლადივოსტოკში საწყდება დღევანდელი დღისფერი როგორ დადგა მე ვფიქრობ რაღაც ამ ეს რეალობად შეიცვალა გარკვეულწილად და ჩვენს ცნობიერებაში რა თქმა უნდა რეალობა აბსოლუტურად შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლის შემდეგ ბრძოლის ველზე, მოდი ესე ვთქვათ, პოლიტიკური ბრძოლის ველზე და არა
რეალური ბრძოლის ველზე სიტუაცია შეიცვალა. რო არ ვთქვათ, რომ დასავლეთი წლების განმავლობაში უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს არ იქნება სიმართლე, მართლაც წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმი პოზიციონირებდა როგორც პროდასავლური რეჟიმი და განსაკუთრებული მნიშვნელობა თუ სხვა შორის თუ გადავოლებთ მხოლოდ ბოლო პერიოდში დაწერილ ანალიტიკურ სტატიებს ისეთი დავასახელებ ლინკოლნ მიჩელს, თომას დევალს და სხვებს განსაკუთრებულად ხაზი ესმება იმ გარემოებას, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ შეერთებულ შტატებზე, შეერთებული შტატების სტრატეგიული მეგობარი და მოკავშირე და ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორი, რომ საქართველოს უპირობო მხარდაჭერა შეერთებული შტატების ავღანეთში თავისი კონტინგენტით ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა აქვე არის ესეთი ძალიან საინტერესო ხმები ანალიტიკოსების, რომლებიც ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, ჩვენ თვალე არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, რაც ხდება საქართველოში და ის რომ ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამავე დროს ის უნდა დავინახოთ, რომ არის ძალიან სერიოზული პრობლემები დემოკრატიაში, რომელიც უკვე პრობლემას უქმნის თვითონ ამერიკის სახეს. ამას ამბობენ თვითონ ამერიკელი ექსპერტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს ბედი, რა თქმა უნდა, წყდება საქართველოში. და აქედან გამომდინარე, როდესაც ვლაპარაკობთ ორიენტაციაზე, საქართველოს ორიენტაციაზე და როდესაც მუდმივად თავს გვახვევენ და გარკვეულწილად მოგვახვეს ეს ესეთი პროდასავლური, პრორუსული ორიენტაცია თავზე. მთელი ამბავი რა არის, როდესაც ჩვენ უპირისპირდებით რუსეთს, რა არის მნიშვნელოვანი რუსეთთან დაპირისპირებაში? ის რომ ისინი მონღოლოიდური წარმოშობის არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რა თქმა უნდა არა. ჩვენ რუსებს უპირისპირდებით არა იმიტომ, რომ ისინი მონღოლოიდური წარმოშობის არიან, როგორც მიაჩნია მიხეილ სააკაშვილს, არამედ იმიტომ, რომ ლაპარაკია სახელმწიფოებრივ მოწყობაზე და ღირებულებებზე. ჩვენ უპირისპირდებით რუსეთს სწორედ იმიტომ, რომ არ მოგწონს სახელმწიფოებრივი მოწყობა ის, რომ იდრუნება სამოქალაქო საზოგადოება, ის რაც ხდება იმ ციხეებში და თუ ქართული სისტემა არის ისეთი, როგორიც ჩვენ დავინახეთ, მაშინ რაღაც გვინდა მუდმივი ლაპარაკი რუსეთის აგრესიაზე. ესე იგი ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩვენ უკვე რუსეთი ვართ ჩვენი ღირებულებებით. თუ ესეთი სისტემა ავაგეთ, ესეთი აგრესიული, ესეთი სასტიკი სისტემა, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს რუსეთთან დაპირისპირებას? როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაზე, ლაპარაკია ღირებულებით დაპირისპირებაზე და ჩვენ გვინდა რუსი ხალხის გათავისუფლება, სწორედ ამისაგან, ხო? ადამ მიხნიკის არაჩვეულებრივი სიტყვებია, რომ 1945 წელს, როდესაც რუსმა ჯარისკაცმა გაათავისუფლა ევროპა, მან ვერ გაათავისუფლა საკუთარი თავი. ანუ დარჩა იმავე სტალინურ რეჟიმში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის სწორედ ღირებულებითი ღერძი და არა ეგრეს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი საუდის არაბეთიც არის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არა უბრალოდ სტრატეგიული პარტნიორობა რაღაც რესურსების გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ დასავლური ღირებულებები, ადამიანი როგორც ასეთი, ადამიანის ღირსება. ანუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქართული კულტურა არის დასავლური კულტურის განუყოფელი ნაწილი თავისი ქრისტიანობით, თავისი როგორც ვლაპარაკობთ ქართული რენესანსით, თუ როცა დასავლეთში იყო დანტე ალიგიერი, ჩვენთან იყო რუსთაველი, თუ იქ იყო რენესანსული ფილოსოფია, აქ იყო ივანე პეტრეცი, თუ იქ იყო ლაპარაკი ადამიანის ღირსებაზე, აქაც იყო ლაპარაკი ადამიანის ღირსებაზე. აი ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ხო? ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ დასავლეთთან გვაქვს ღირებულებითი კავშირი და ღირებულებითი ურთიერთობები. ზაზა, თუ შენ მე აქ რუსეთს მომიწყობ, მაშინ როგორც ღირებულებას. რუსეთს როგორც სისტემას, მოდი ესე ვთქვა, როგორც სისტემას, არა რუსულ კულტურას. ანუ უფრო უარეს, მოდი ესე ვთქვა რა. უარეს. უარეს, კი ბატონო. უარეს. გარკვეული აზრით მე თავი რამდენი კუბის პროფანაციას ასე კი ბატონო, უარესი შეიძლება ფაქტურად ითქვას, რომ რაც ჩვენ ნახეთ, ეს იყო ქართული გულაგი და ქართული ჰოლოკოსტი. დიახ, მაგრამ დათო, და ესეთი რა მინდა გითხრათ, ჩვენ დღეს მაყურებელს ბოდიში მოვუხადეთ, თუმცა ეს კადრები ბევრჯერ დატრიალდება, მათ შორის დღესაც როგორ გახსნა ტაძარი და მე ამ სიტყვას რო ხალხს უსვამ, ეს ჟურნალისტებს მაინც ვთხოვ, ეს რაღაცნაირად სიტყვას ამოვიღოთ, ტაძრის გახსნა, ეს პრეზიდენტი ხსნის და ლენტებს გაჭრის ეს. და ვანოს დაარქვას პეტრე, და ააშენოს მასზე ტაძარი. და რაზეც ამიტომაც ჩამოწოწ. რაზეც ზაზე საუბრობდა ახლა. ერთის მხრივ არის ისეთი ღირებულებებს უყურებთ ქრისტიანობა, ევროპა, ხომ ამაზეა და აი ჩვენ უყურებთ ვარ.
იხსნება ტაძარი და ტაძარში შედის პრეზიდენტი მიშა მაგარიას ჰიმნით თუ რაც ქვია ამითი და მეორე მხრივ ეს გაცისკროლებული ახალგაზრდობა რომელიც და ხალხადიანები რომელიც გამოდიან და ევროპა როგორც გარდაუვალია ხო თითქოს ჩვენი გზა და რა მიმართებაში არის ეს ორი რამ ასეკო მე ერთადერთი რისი თქმა შემიძლია მართლა სერიოზულად ვжელობ ხა ამ წუთას თქვენთან ერთად ხმამაღლა ვფიქრობ აი ეს ყველაფერი რომ ეს ადამიანი მართლა ხსნის ტაძარს მე იქ საგალობელის ნაცვლად ვღერიან მის სადიდებელს ღვთის სადიდებელს კი არა მის სადიდებელს მიშას სადიდებელს მიშა მაგარიას ვღერიან და ტაძარში ამით შედიან ანუ აბსოლუტური ამპარტავნება და ნარცისიზმი ამოვედროს ნარცისიზმი ამოვედროს მაგრამ მე მგონია რომ ეს როცა მოიტანს დაბატი ეწუთი ეს თქვენ ამპარტავნება თქვით მაგრამ მე მაგალითად რა ყველა სხვადასხვა რამე გვაშფოთებს ერთი მეორე არ უშლის მაგრამ მე შემაშფოთა რომ ვფიქრობდი მაპატიეთ ამ სიტყვისთვის თუმცა შეიძლება საპატიებელიც არა იმ სირეგუნემ იმ გარემოცვისა ვინც გადაწყვიტა რომ ეს თუ ტაძარში შევაო მოდი მე მიშა მაგარიას დავადებო და ვერ ხვდება რა ესე იგი რეგულობას აკეთებს ესე იგი აი მოდი ესე ვთქვა რა მე მგონია თვითონ არის რეჟისორიც დრამატურგიც მუსიკოსიც არქიტექტორიც ესთეტიც ეს კაცია ხო აუცილებლად მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ ან და რა გამნიშნულობა აქვს საერთოდ მაგრამ ერთი რა შეიძლება ამაზე ვიფიქროთ იცით რომ სასამართლოს წინ რომ ის აფრიადებს საკუთარ თავზე რაღაცნაირ უცნაურ საბუთს მის თავის საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე წინ და წინ ქმნის იმ გარემოს რომ აღარავის არ გაგვიკვირდეს რომ საბუთში რაც ეწერება კაცი რომ ეხა საერო პირი მიდის და ტაძარს ხსნის და თავის თავზე აღვლენილ საგალობელს ასმენებს ხალ ეხა არ ვიცი პოლიციელები უსმენენ უყურებენ ალბათ ბევრი ეს გავრცელდა ბაბლანის ესა თემურ ბაბლანის შენ მეგობრს ეს დაწყვეტი გავრცელდა ვიღაცა Facebook-ში დადის ახალგაზრდა პერსონაჟი რო დადის ეხლა რაჭირში ვარ კაცო რო დადის ესე იგი რაჭირში ვარ ესე იგი დაინახა უკვე ყველამ არავინ არ მიყვება იქ სადაც ეხლა უნდა რომ კიდე იქაც წაიყოლოს სადაც მიდის ეხლა თვითონ არა კიდე ესენიც უნდა რომ გაიყოლოს და აღარ უნდა ამ ხალხს აი არ გაყოლაზე დათო ერთი კითხვა რა სინდისი აწუხებ არ უნდა გიფიქრია რომ ხო არ დაგვეწყო ჩვენ რომ პარლამენტის არჩევნებია და აი პარლამენტარები ბოლოს ოდის ნახე ვისაც ვიჩვენთ ის იმ სიიდან 30 კაცი ეს კაცი კიდე არის პარლამენტის არჩევნები პრეზიდენტის არჩევნები არ არის არა როდის ნახეთ ეს მანდ არავინ არ არიან ასე აღარც პარლამენტარი ყავთ აღარც კანდიდატი ყავთ პარლამენტს არაფერი აღარა დაიმსხრა ცოცხლზე ჩამოიმსხრა ეს ბეთკრული ნაცმოძრაობა თუ ცოცხლების პარტია ჩამოიმსხრა საკუთარ ცოცხლზე ანუ სხვაგვარად რო თქვა გალაქტიონის სიტყვებით ვარდები არ არიან ხო ეს დასრულდა და იმიტომ ულოცავ ქართულ ხალხს გამარჯვებას იმიტომ ულოცავ რომ მართლა მისალოცია იმიტომ რომ ძალიან ძნელი გზა გამოვიარეთ რა ვიდრე ამ გამარჯვებამდე მოვედით და თუ არ მგოყო დრო რეკლამის შემდეგ გადავა მე ვამბობ აი ხო ეს დამარცხდნენ აბსოლუტურად გეთახმები და ეს 25 და 72 14-ზე გამოაქვეყნა რეიტინგები არა სავარაუდოდ კვლევა 65 აქვს ქართულ ოცნებას 25 აქვს ნაცმოძრაობას ცოცხლებს ეს ქონდა 72 ქონდა 5 დღის წინ და ამ საქმეში ცოტა ჩვენს გამოცდილება და ის იკლებს და ის 25% 25 არის გაბერილი ასე ესენი ბარიერს ვერ გადალახავენ ეს გამორიცხულია დადასტურდა მთელი ქუდზე კაცი მუშტზე კაცი ქვაზე კაცი რაც გამოაცხადეს მოვიდნენ და ცარიელ ტრიბუნებზე იდგა ეს გასაცოდავებული სააკაშვილი და რას მოდიალობდა ეს ცალკე თემა მაგრამ როგორც ლაპარაკი დაიწყო და მით უმეტეს ციხის თემას რო შეეხო იმ საწყალმა ხალხმა ეს ძალით მიყვანილმა რომელიც კანტიკუნტად სადღაც სტადიონზე იყვნენ ისინიც წავიდნენ ისინიც გავიდნენ აღარ უნდა არც რა ქვია ცოცხლს უნდა აღარც პოლიციელს უნდა აღარც არავის აღარ უნდა ჯერ რომელ ჯარისკაც უნდა ესეთი თავარსარდალი გორში რო გორაობს ალბათ გორაობას ჩაუყარა როგორც თბილისობა საფუძველი რომ პლასტიკის ენაზე ამეთყველდა იმ მომენტში და გაგორდა რეკლამაზე გავდივარ და იმაზე რომ ამოფ თბილისის სტადიონზე მაგრამ ის 2000 თუ 2500 გურული რომ მოვიდა და უსმენდა ჯერ კიდე არ ნიშნავ რომ ხმას ისე ხარს უჭერდა ესე იგი გურული რომ გისმენს ჯერ უნდა დაუცადო ახლა რას გიპასუხებს მაგრამ ის რომ გისმენს ჯერ არ ნიშნავს ესე იგი რომ შენ ამეტანი ახტაცდე და რას ტყუილი მოგადგება ესე იგი და იმაზე ყველაფერი უცხონის ხოლმე მაგ დროს 2000 გურული რომ გურული ამიტომ არის რომ მე ეხლა ვიდა გავთქვი 2000 გურულის მოსმენას წინაშე რომ ლაპარაკობ იმას რასაც ლაპარაკობ მაგრამ უნდა დაფიქრდი ანჯობი არ ლაპარაკო საერთოდ გაჩერდა შენც რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი
ეს კონსილიუმი და კონსილიუმის წევრები დღეს არის ალბათოდები ზაზა შათერიშვილი და დავით მაღრაძე. ზაზა, ერთი მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა დღეს 21 საუკუნეა და ესე იგი ინფორმაცია ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და დამეთანხმებით რომ ის რაც მოხდა და ამაში ინფორმაციამაც შეუწყო ხელი და იმიტომაც იყო თავგანწირვით რომ იბრძოდა სააკაშვილი თითოეული თებშისთვის აი როგორც ჰიტლერი რო იცავდა სადარბაზოებს და სადარბაზოს აი ესე ყველა თებსზე გამართა ბრძოლა და მაინც აი ხვალ გვიახლოვდება ყველა თებსიდან რაღაც გადაიღო ყველა თებსიდან რაღაც გადაიღო ხო რო იტყვიან და აგერ მოგვიახლოვდა უკვე და ამის შეფარულ ჩანაწერებშიც კარგად ჩანს თებს არ წყდება თებს არ წყდება არაფერს საოცარი საინტერესოები აქვს მართალია ესეთი ვიტყოდი აი ეროტული ლტოლვა და მაინც ახლა ამასთან დაკავშირებით ესეა რომ ერთი მხრივ ხელისუფლება ამბობს რომ აქვს და მე ვერ დავაძალებ ამ საკაბელოებსო და ახლა მათინება უნდა გამოგთავენ თუ არა და ესეთი სახე პარლამენტის მას უკავია პარლამენტის თავმჯდომარეს ეს სახე და ჩვენ ხო უნდა დავიჯეროთ ისე დამაჯერებელია ხოლმე მეორე მხრივ გარდა იმისა რომ ვიცით ახლა აკაც მაგარი სახე უკავია აჩვენეთ ეს კაცი მსოფლიოს და სიკეთე და სიყვარული და ზრწოლვა დაისახურებს და მეორე მხრივ აგერ ესე ვთქვათ გიორგი ბარამიძე მისცა ინტერვიუ და როგორც ჩანს და არის პირდაპირ უთხრა ესე იგი თომას დერვალს რომ მეცი რაო ჩვენ უნდა გამოვთქვათ რომ აბაო მეცხრე არქივო ცნობილია რუსეთის საქმეს ესე ვთქვათ აკეთებსო ხო და მაინც მე მინდა გითხრა გიორგი ბარამიძე მათი გამორთოს მანქანაში თავის რადიო ან ჩართოს დიახ მე მინდა გითხრა რომ ისი გადამრთველები არიან ჩვენ ამ კომპანიებს ესე იგი ხელმოწერებს ვაგროვებთ ადამიანები ეუბნებიან აი ამის ფონზე ეხლა მაგალითად ჩვენი პოზიცია როგორი უნდა იყოს ახლა რომ ამ კომპანიამ არის არაფერს არ უშლით პირიქით მათთვის სასარგებლო არის ნუ ვაგებინებთ და მაინც ესეთი ამობენ რომ მეშინია მე ზოგადად მინდა ვთქვა აი დღეს რო ადამიანი ისევ გააკეთებს ცუდ საქმეებს ვიღაცა და იმ მიზეზით რომ იტყვის რომ მაინც მეშინია ამ შეშის ფასი რა არის ახლა ვთქვათ ვასიკო არაჩვეულებრივად მე ესე ვიტყოდი ეს არის დღეს მთავარი შეკითხვა დღეს თუ კიდე იტყვი რომ მეშინია უკვე ცოტა შეცუდი საქმეები ხوار გიხარია დღეს როდესაც შენ ამას ამბობ წმინდა პრაგმატულად ესე ვიტყოდი რა ნებისმიერი ესეთი ტიპის ორგანიზაცია დაფიქრდეს ერთ ძალიან სერიოზულ შეკითხვაზე ხო ყველაფერი იცვლება და ძალიან სწრაფად იცვლება და დღეს მოხდა ძალიან სერიოზული გარდატეხა ეს დღეს იყო ფაქტობრივად გაფორმება იმისა ჩვენ დღეს ვნახეთ ის რაც მოხდება პირველში ეს აუცილებლად მოხდება და მოდი ესე აი ძალიან ესე შეიძლება ესეთი კეთილი რჩევა მივცე ამ ორგანიზაციებს ეხლა დღეს მათ უნდა გააკეთონ არჩევანი წარსულის შიშებსა ანუ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმსა რომელიც უკვე აღარ არსებობს და ხალხის სამართლიან რისხვასა და სამართლიან სასამართლოებს შორის რომელიც ნამდვილად იქნება აი დაფიქრდნენ და ამის შემდეგ გააკეთონ მე ესე ვიტყოდი გონივრული არჩევანი აი ამას ვეთყოდი. დათო, შიში ხო არ არის ხოლმე ზოგჯერ უკვე რაღაცების მი, როდესაც უკვე არცოდვა კი არ არის, დანაშაული უნდა იყოს, იმიტომ რომ უკვე არის ინფორმაციის მოპარვა ფაქტიურად ამის გამორთვა. აი რომ უნდა მოისმინოს შედეგი, რაღაცა ორში რა უნდა მოხდეს, ხო? ამის მოპარვა და ეს ხო არ მიდის უკვე მორალური დანაშაულისკენ, ან იქნებ უფრო მეტისკენაც უკვე. ეხლა რამდენ ხანს უნდა ვეხვეწოთ ეხლა მოკლედ ამ საკაბელოებს არ არაფერს არ ვეხვეწებით. რაც ეკუთვნის ხალხს ის უნდა მიიღოს ხალხმა ხა ესედაც შეუზღოდეს დაკეტეს ამდენი ხანი დაკეტილია სივრცე ხო არათანაბარი პირობებია აშკარად არც მედიის მხრივაც სამი ნაციონალური არქივი ნუ ეს თალკე თემაა რომ მაინც ჩამოინსხრონენ იმიტომ რომ არც ნიჭი და ნათლა განგებამ და არც ინტელექტი და არაფერი მაგრამ ეხა ამას მოვეშვათ ერთი წამი ესეთ არათანაბარ პირობებში ვიყავით ამდენი ხანი ქართველი ხალხი საქართველოს მოსახლეობა და ეს პირუტყვი ცოცხლზე ჩამოსხვრეული ხალხი ხო? ეხლა ძნელია მარჩევანის გაკეთება. რეალობა არის ახალი. აი იმ საგანგაშო თავზარდამცემი დანაშაულებრივი კაცობრიობის წინაშე დანაშაულებრივი ფაქტების მერე რაც ნახალ მთელმა საქართველოს და ალბათ იმ ორგანიზაციებმაც საიდანაც შეიძლება ან გამოირთოს ან არ ჩაირთოს. ეხლა ამ არჩევანში მე ეჭვი არა მაქვს უცვლელად ვამბობ, ამას ვიარ ვანამუსებ ვინმეს. ეჭვი არა მაქვს, რომ არავინ არ გამორთავს ამას. გამორიცხულია ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავიდეს, თავისი მშობელი ხალხის წინააღმდეგ ადამიანი წავიდეს და ორგანიზაცია წავიდეს, ეს არის ყოველად დაუშვებელი. ესეთი ერთი იყო ცოცხების პარტია და ხედავთ ახლა სადაც არის. საუბრობდა ამ წუთში პროდიუსერი მეუბნება, ალბათ აზუსტებენ არ ვიცი, ჩვენ შეიძლება იმაში ვერ მოვასწროთ თუ არა საინფორმაციაში, რომ აი ამ ჩართვის შემდეგ მიუვარდნენ ია ბობოხიძეს ქუთაისში ოფისის პატრონები და სთხოვენ რომ დაცალოს ოფისი. აი ესეთი ინფორმაცია ამ წუთში მაცნობა
თქვენ ყოფილხართ ოპოზიციონერი, მე სიტყვასიტყვით გეუბნებით ახლა რასაც უკვე პროდიუსერი მეუბნება და თქვენ დაცალეთ. მე მგონი ახლა ჩვენ ამის შემდეგ ხო გაგრძელდება საუბარი ამ თემაზე, მაგრამ მე მგონი ძალიან ზუსტად ამობს, ესე იგი უკვე დათო, ესე იგი და უკვე ძალიან დროული ყოფილა შეები შეკითხო, მე არ ვიცი რა მოხდება. ეს არის როდესაც უკვე შიში ძალიან უახლოვდება დანაშაულს. მე ვინც მიუვარდა, ვისაც შეეშინდა და აპირებს რომ ინფორმაცია მოპაროს ადამიანებს, შეიძლება უკვე ეს ოჩი გამოჩნდეს, რომ ძალიან სერიოზული დანაშაულია. რაც ქალბატონზე ბრძანეთ ახლა ქუთაისში კარგად ვერ გავიგე, ვინ მიუვარდა ამ ქალს? მიუვარდნენ ოფისის პატრონები, შენ თურმეო ახლა რომ მოусმინე სამ საუბარს ჩვენ რო ჩაგვერთო და გახარებული იყო და გაწესრიგებული, შენ თურმე გაქანებული ოპოზიცია ყოფილიყარ და დაცალე ოფისი. ოპოზიცია ხარ შენ, აი ვინც მიუვარდი, ახლა მომისმინე კარგად და შენი სააკაშვილი არის ოპოზიცია. ვინ არის ოპოზიცია? ქართველი ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში, ვერ დაინახე, აახილე თვალი, შენ დაბრმავებული თვალი და ნახავ, დაინახავ ამ ხალხს. ვის ოპოზიცია? ოპოზიცია ხარ დღეს თქვენ, მეცოცხეები. მანდატს ჩამოვალთ, რა თქმა უნდა, მაგრამ არ უნდა ჩემი მაინდა-მაინც მანდ ჩამოსვლა, ეყოფა ეგ ხალხი და ის შეგნებული საზოგადოება ქუთაისის, რომ თქვენ ვერაფერს ვერ დააცლევინებთ და დაგაცლევინებთ ყველა იმ უკანონოდ მითვისებულ თქვენ ტერიტორიებს, რომელიც მოხაზეთ შარდით, აი ესე რომ მოხაზეთ თქვენ ტერიტორიები, მაგას დაგაცლევინებთ აუცილებლად, თავისუფალი სასამართლო დაგაცლევინებთ, მე კი არა. მაგრამ ჩვენ იმას ვიზავთ, რომ სასამართლო იქნება თავისუფალი, ასე რომ იქ ვეღარ ჩააწყობთ, ვეღარც მოაწყობთ და მოკლედ ერთ სიტყვით, როგორც ჯოჯოხეთში არავინ არ აგდებს არავის, არამედ ყველა თავის თავს ისტუმრებს, ესე გაისტუმრებთ თქვენ თავს აი მაგ მაიმუნობებით საპატიმროებში, სადაც ცოცხით არავინ არ მოგადგებათ. იმიტომ რომ ის ჩვენი დამსახურება იქნება, რომ წესიერი ხალხი მოდის ხელისუფლებაში. რაც შეეხება აი საკაბელოებს, მართლა გულწრფელად ჯერა რა. არ მჯერა, მე რომ ვინმე გამორთოს ეს. არ მჯერა რომ ადამიანები ადგენენ, მოელაპარაკონ და ამ ნამსხვრევების კიდე ზეწოლი ეხლა ეს ნამსხვრევები ქვეწოლას თუ გამოგიცხადებენ თორე ზეწოლის თავი არავის აღარ აქვს მაგადგანს და რა უნდა გამორთოთ ეხლა უნდა ჩართოს კიდე სულ ყველა ვინც დარჩით რომ არ ჩაგირთავთ ჩართეთ რა დროს გამორთვა მოვიდა სამართალი დაგვჭა ერთი პროცედურა უნდა მივიდეთ პირველში ყველა მოქალაქე და გავაფორმოთ ის რაც დღეს შედგა რაც გუშინ დაიმსხვრა და დღეს აღმოცენდა და მტრობა დაამარცხა სიკეთემ და ბოროტი დაამარცხა სიკეთემ და რაც დაანგრია ამ მტრობამ აშენდა დღეს სიყვარული გაცოცხლდა ისევ და აშენდება ეს ქვეყანა მართლა გააგრძელებს იმ საბანიძის სიტყვებს მამულისა ჩვეულების საერთოდ ეს ქვეყანა ეხლა რა დროს გამორთვა მესმის რომ შემოძვირფასებო მე მჯერა თქვენი რომ თქვენ თუ კიდე ვინმეს არ ჩაურთავს ისიც ჩართავს სხვა გზა აქ არ არის გარკვეულწილად დათო რაღაცას უფრთხილებიან იმ ქონებას ეს მესმის რომ უფრთხილებიან თუმცა არის მომენტი როდესაც 100,000-ობით ადამიანმა დაძლია შიში ადამიანების გაფრთხილებაა ასე სიცოცხლეს არ გაუფრთხილა ხალხი და წავიდა ამ ყველაფერზე და მოიპოვა გამარჯვება და რა ქონების გაფრთხილება ჯერგეთ იმ ქონებას ვინ წაართმევს ეს ნამსხვრევი გასაგებია და აი ის მომენტია სწორედ შესაჯდა მშვიდეულში რო არის უფრო ხატოვნად რო გაიგონ აი ბოლო მომენტი რა და კალვერას რაზი რო მარცხდება და იქაც რო არის ერთი შეძლებული ადამიანი რო უყურებს საითხარეს გადაიხრება და უკვე რო ხდება და რო წამოავლებს ეგრე პატარა სკამებს ხელს და რო გადახდებიან თავის ბიჭებიანად. აი მდგომარეობაში არიან ხლეს გარკვეულად საკაბელო იქნება და რაღაცა. არ წონებული ვარ, რა, კიდე ჩაირთვება, თუ რამე დარჩა სასართავ, ის თებშებიც დარიგდება, აღარც თებშები დაგჭირდება, გავალთ ყველა საერთოდ ეს პირველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებელი იდეაში რომ უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, ახლა დაუბრუნდება ხალხს. ყველაფერი რაც არის ჩვენი და ხალხის რაც არის, ის ყველაფერი ჩვენ დაუბრუნდება. და სულ 2 წუთი გვაქვს დარჩენილი და ზაზა პროგნოზი კი არა გარკვეულწილად როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ. ახლა შეიძლება ვიყოთ რომ ესე იოლად მაინც ეცდება რომ თუმცა პრინციპში ძალიან დნება თითქოს შაგრენის ტყავით მართლაც პატარავდება ეს ხელისუფლება, მაგრამ მაინც როგორ არის მოსალოდნელი და როგორ უნდა გადავიტანოთ ეს როგორ უნდა მოვიქცეთ ეს 2-3 დღე. აბსოლუტურად სწორი ანალოგია, ხელისუფლება ირღვევა, იშლება როგორც მე შაგრენის ტყავსაც შევადარებდი ერთი მხრიდან მეორე მხრიდან აი როგორც რაღაცა ყინულის დიდი რაღაც სასახლე ან რაღაც როგორც მზეში დნება და ხდება სრული განჯადოება და ყველაზე მთავარი მანიშნებელი ამისი არიან ისინი ვისაც მე პირობითად უწოდებ მე-11 ჟამის მუშაკები ანუ ის ჩინოვნიკები და ის პარტიული რომლებიც ცილდებიან ნაციონალურ მოძრაობას რომლებიც გამორბიან ნაციონალური მოძრაობიდან და რადგანაც ის უკვე ფაქტურად რა არის როგორც კეთროვანი და ფაქტობრივად რაღაც აზრით უკვე დაწყებულია ის რასაც მე უწოდებდი ქართული ნიურნბერგის პროცესი განაშენი უკვე გამოტანილია. უბრალოდ 1 ოქტომბერს ჩვენ ამას ვაფორმებთ. შეფიქრობ რომ ნიურნბერგის პროცესის მსგავსი უნდა იყოს?
მე ესე ვიტყოდი, ის თავისუფალი სასამართლოები, რომლებიც აუცილებლად იქნება და ის ჩვენი შეფასებები, რომლებიც იქნება, ეს უკვე თავისთავად არის ნიურნბერგის პროცესი. მაგრამ ნიურნბერგის პროცესი რა იყო, ტუღუში არ იყო მაშინ დავადებული, თორე ეს კალტენბრუნერი, რიბენტროპი იყო და გერინგი იტყოდნენ, რომ მოგოცით ტუღუში და გავაგრძელებთ რეფორმებს ბუხენვალდში, ოსვინციმში ჩვენი რეფორმა გაგრძელდება, ტუღუში არ გაგყავს, აგერ იქნება მინისტრი ოსვინციმში. მიეცით ტუღუში სამყაროს. დღეს მიეცით ტუღუს გზაფართო. ჩვენ ამით ვასრულებთ დღევანდელ კიდევ ერთხელ მიულოცოთ. მე ძალიან მოხარული ვარ ეს ვიდეო და კიდევ მიულოცავ და ეხლა მაგონდებოდა რომ შენ ხარ პირველი ჩემს ეთერში რომ მიულოცე ესე პირდაპირ და ხშირად არის პოლიტოლოგიაზე საუბრობენ და პოლიტოლოგების გამოცდილებაზე, მაგრამ ნაბოკოვსას ერთგან დაწერილი რომ ოდესაც ყველაფერი აირევა პოეზიასო პრაქტიკული გამოყენებაც აქვს, იმიტომ ერთხელ აირევა ყველაფერი რაღაცა კაი წერილი აქვს ძალიან და პოეტი გადაარჩეს სამყაროსო. იმიტომ რომ პოეტი ზოგჯერ უშუალოდ და პირდაპირ ხვდება რა არის ჭეშმარიტება. შენ თქვი რომ გამოაცხადე, სხვას არ უთქვამს რომ ეს არის გამარჯვება და მართალი გითხრათ, მეც მეუბნება გული და ყველა ქართველის ამას ამოსო დღეს დადგა გამარჯვება. თუმცა ჩვენ აწის სხვა პრობლემები გვექნება ძალიან დასაძლევი და მე ძალიან მიხარია შემოგუბრებო რომ ეს ჩვენ სხვათაშორის ეხლა Facebook-იდან მაცნობებს ვრცელდება სენსაციური ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ამაღლების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას სათავეში უდგება გრიგოლ ფოთელი ეპისკოპოსი. რა ძალიან საინტერესოა. ანუ მიშიზმი უკვე იქცა ფაქტურად რელიგიად როგორც მარადონიზმი. და მიულოცოთ ქართულ ხალხს, რომ მიშიზმი როგორც პოლიტიკური ძალა წარიხოცა და ნუ ეს არის ტრიბუნები царიანი იყო სტადიონზე ეს მარადონი. კარგი, ამით დავასრულოთ. მეცხრიან ხიდა ჩვენი გადაცემი ხვალ ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობდა მთელ დღის მანძილზე ვაუწყებლობთ, ხოლო დავეთ მე ისევ და ისევ გეუბნებით რომ დაუცადოთ ასაგურული არჩევნებში ყველანი უნდა გავიდეთ, აქ მე მგონი უკვე ამას საჭირდება და შემდეგ დაუცადოთ თუ მაინც ესე გამორთეს ტელევიზიები გადავიდეთ მეზობელთა სადასტებში და დაუცადოთ საღამოს 8 საათს, სადაც ამომრჩეველთა ლიგა და ის ამერიკული კომპანია გამოაცხადებენ ეგზიტ პოლის შედეგებს და შემდეგ დავიცვათ ეს შედეგები. მე ყოველთვის ესე გეუბნებით ამ დღეებში. დასაკვირველებიან კართან. და უკვე სულ ახლოს ვართ იმასთან, როცა ზლია კეთილმა ესე ასრულდება. გემშვიდობებით, ხვალამდე ხვალ შეხვდებით 2 საათზე, 5 საათზე და საღამოს 8 საათზე.